სპარსეთის ყურეში დილა ახალი დაძაბულობით დაიწყო. და ამ 2026 წლის 20 აპრილს ირანის რეჟიმი ხედავს, რომ შეერთებული შტატების ზეწოლა სიმბოლური დონიდან გადადის და ჩუმი ომის ველზე შედის მისი სარდლობის სტრუქტურის წინააღმდეგ. ამავე დროს გაიზარდა ეჭვი, რომ ომი უკვე აღარ მიმდინარეობს. ხოლო ზედაპირზე კი არა, არამედ წყალქვეშაც, სადაც გადის მარშრუტები, ნაღმები, სენსორები და კაბელები, რომლებიც სტრატეგიულ კომუნიკაციებს უზრუნველყოფენ. რაც ობიექტურად მოხდა იყო შემდეგი. შეერთებული შტატების ძალებმა შეაჩერეს ტოსკა, როდესაც გემი ბანდარ-აბასისკენ მიემართებოდა. ამერიკული ცენტრალური სარდლობის მიხედვით სატვირთო გემმა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში უგულებელყო გაფრთხილებები. სამანქანო განყოფილებაში დააზიანა USS Spruance-მა და შემდეგ მასზე ავიდნენ 31 საზღვაო ქვეითა ექსპედიციური ჯგუფის საზღვაო ქვეითები. ამერიკული ვერსიის მიხედვით, ხომალდი არ ღოლდა ბლოკადას და ბორტზე არსებული მასალები შეიძლება შეიცავდეს ორმაგი დანიშნულების ნივთებს, ანუ საქონელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ინდუსტრიისთვის, ასევე ირანის სამხედრო სტრუქტურისთვის. თეირანისთვის ეს მეკობრეობად იქნა მიჩნეული. ვაშინგტონისთვის კი ეს იყო ზღვის კონტროლის დემონსტრაცია. აქ ჩნდება ფეთქებადი დეტალი. რეჟიმი იწყებს მუშაობას ჰიპოთეზაზე, რომ მისი მექანიზმის სხვა ნაწილებიც შეიძლება დაუცველი იყოს. და ეს მოიცავს კომუნიკაციებს, სენსორებს, მომარაგების მარშრუტებსა და წყალქვეშა ინფრასტრუქტურას. ჩვენ ხედავთ ბლოკადის, გემის დაკავების, ნაღმების გაუნებელყოფისა და სრული ზეწოლის ომის სცენარს, რომელსაც ყველა ტრადიციული მედია აშუქებს. და ჩვენ ხედავთ, რომ სერიოზული და სარწმუნო ეჭვის სახით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების ლოგიკაში ირანის წყალქვეშა კაბელები პირდაპირ ზღვის ფსკერიდან იჭრება. ეს ჰიპოთეზა აშინებს, რადგან თელმა მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურა სტრატეგიულ სამიზნედ იქცა. თავად ნატომ გააძლიერა კაბელებისა და მილსადენების დაცვა ბალტიის ზღვის რეგიონში მომხდარი ინციდენტების სერიის შემდეგ. და მარკ რუტემ გაიხსენა, რომ გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის 95%-ზე მეტი წყალქვეშა კაბელებზეა დამოკიდებული, რომლებიც ასევე ყოველდღიურად ტრილიონობით დოლარის ტრანზაქციებს უზრუნველყოფენ. 2025 წელს ფინეთმა დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ჰელსინკისა და ესტონეთს შორის კაბელის წინააღმდეგ დივერსიაში. წითელ ზღვაში კაბელების დაზიანებამაც რეალური გავლენა მოახდინა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ნაწილის კავშირზე. ანუ კაბელების წინააღმდეგ ომზე საუბარი უკვე აღარ არის ფანტაზია. ეს თანამედროვე სტრატეგიულ გარემოში რეალური საფრთხეა. ირანის შემთხვევაში შიში იზრდება, რადგან ამ კრიზისის არენა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონს წარმოადგენს. ჰორმუზის სრუტე ენერგიის, ვაჭრობისა და სამხედრო მეთვალყურეობის ნაკადს აერთიანებს. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწავლების, ტოსკას დაძაბულობისა და ირანული გამაფრთხილებელი გასროლების შემდეგ მხოლოდ 3 ხომალდი გადაკვეთა სრუტე 12 საათში, რაც ბევრად ნაკლებია დღეში საშუალო დაახლოებით 130-ზე. ომის დაზღვევა კვლავ გაიზარდა და მიაღწია გემის ღირებულების დაახლოებით 3%-ს, ხოლო ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. ეს აჩვენებს, თუ როგორ იწვევს ნებისმიერ ჩუმ დარტყმას, რეალურს, თუ მხოლოდ სავარაუდოს, უკვე მყისიერი შედეგი. როდესაც გარემო ასეთ დაძაბულ დონეს აღწევს, საკმარისია მხოლოდ კომუნიკაციის დაკარგვის ან ტაქტიკური სიბრმავის შესაძლებლობა, რომ შიში გავრცელდეს სარდლობის ჯაჭვში. როიტერსმა დეტალურად აღწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო ჰორმუზში ნაღმების გაწმენდის მცდელობები, დრონებით, რობოტებით, ვერტმფრენებით და სხვა საშუალებებით. ზუსტად იმიტომ, რომ ომი ზღვაში არ არის დამოკიდებული მხოლოდ დიდ ბრძოლებზე, არამედ გულისხმობს ფარული საფრთხეების განეიტრალებას და მარშრუტზე კონტროლის დამყარებას. და რატომ შეიძლება ეს პანიკაში გადაიზარდოს? იმიტომ, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი რეჟიმები უფრო ცუდად რეაგირებენ, როცა გრძნობენ, რომ პროგნოზირებადობას კარგავენ. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა მარტში განაცხადა, რომ ისტორია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სასოწარკვეთილმა და ზეწოლის ქვეშ მყოფმა რეჟიმმა კიდევ უფრო საშიში გახდეს. ეს საკითხი ეხმარება ირანის მიმდინარე მდგომარეობის გაგებაში. თუ რეჟიმი მიხვდება, რომ ზღვის კონტროლი აღარ შეუძლია ისე როგორც ადრე, რომ მის გემებს შეიძლება გზა გადაუკეტონ, რომ მისი ნაღმები ნადირობის ობიექტი ხდება, საზღვაო ძალები გახდა მთავარი თემა დიდ სამხედრო ალიანსებში. შიდა განცდა აღარ არის მხოლოდ დაპირისპირების, არამედ ალყის შეგრძნება ჩნდება. ალყა ომის პოლიტიკაში ხშირად იწვევს არასწორ გათვლებს, რადიკალიზაციას და ნერვიულობას. კიდევ ერთი გადამწყვეტი საკითხიც არსებობს. ევროპის კავშირი უკვე მოქმედებს სანქციების გასაფართოებლად იმ პირების მიმართ, ვინც ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებას ბლოკავს.
ეს ნიშნავს, რომ ირანის რეჟიმი მარტო საფრთხეს არ აწკდება, მას ასევე ემუქრება უფრო ფართო იზოლაციის რისკი, რადგან სხვა ქვეყნები ერთიანდებიან, რათა დასაჯონ ნებისმიერი მხარე, რომელიც ჩართულია მარშრუტის შეფერხებაში. როდესაც ამ დიპლომატიურ წინსვლას ამერიკულ სამხედრო ბლოკადას უმატებთ, შედეგია ერთდროული ზეწოლა სამ ფრონტზე: ეკონომიკურზე, საზღვაოზე და ფსიქოლოგიურზე. და სწორედ ამიტომ ძლიერდება ნარატივი ირანის კომუნიკაციებზე შესაძლო ფარული თავდასხმის შესახებ. ასეთ გარემოში თითოეული სურათი ეჭვად იქცევა, თითოეული სიჩუმე კი ნიშნად. თითოეული დაგვიანება ხდება შეღწევის შიშის მიზეზი. ამიტომ ეს მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს უფრო დიდ მოვლენასთან, ვიდრე უბრალოდ ერთჯერად იქმედებაა. ის მიუთითებს იმ აზრზე, რომ ირანის რეჟიმს უკვე აღარ ეშინია მხოლოდ რაკეტებისა ან ხილული ბლოკადების, მას ეშინია უხილავის. მას ეშინია ომის, რომელიც ღია კადრებში არ ჩანს. მას ეშინია, რომ დაკარგავს კონტროლს ისე, რომ ვერ შეამჩნევს ზუსტ მომენტს, როცა ეს მოხდება. მას ეშინია იმის აღმოჩენის, რომ ამერიკის უპირატესობა მხოლოდ გემებსა და თვითმფრინავებში არ არის, არამედ ასევე მარშრუტების დახშობის, ტვირთების თვალთვალის, წყალქვეშა საფრთხეების განეიტრალების უნარშიც. და მოახვიოს ისეთი გამოფიტვა, რომელიც ნელ-ნელა აქვეითებს ირანის ლიდერების ნდობას. საბოლოოდ შეერთებულმა შტატებმა აჩვენა, რომ შეუძლია გემების შეჩერება, ბლოკადის შენარჩუნება, კონტრაბანდის ძიების გაფართოება, ნაღმების გაწმენდა და სრუტის უშუალო დაპირისპირების ქვეშ შენარჩუნება. ირანმა უპასუხა მუქარით, რიტორიკით და საერთო სურათი მიუთითებს მზარდ გამოფიტვაზე. და სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება აიათოლებმა უარყონ შიში. მაგრამ სცენარი აჩვენებს რეჟიმს უკიდურესი ზეწოლის ქვეშ, გარედან გარშემორტყმულს და შიგნით მოუსვენარს.